მუხი მოხდეს, მოანგრევს კალაპს, მოაგორებს უზარმაზარ ლოდებს, გზადაგზა იტაცებს და თან წაიღებს ყველაფერს, რაც კი შეხვდება. გიჟმაჟი ქურმუხის დასაუკებლად თუ ააგეს, კაკელების წინაპრებმა ქურმუხის ტაძარი. წმინდა გიორგის მიანდეს საკუთარი ბედი. ბალუდარას მთა, რომელზედაც არის აშენებული ტაძარი, მდინარე ქურმუხის მარცხენა სანაპიროს მიჰყვება. ტაძარი ამ მთის დასავლეთ ნაწილში, ალაზნის ველისაკენ გამოწყვილი ტოტის კიდეზე დგას. ადრე აქ ღვთისმშობლის ტაძარი მდგარა. მე-14 საუკუნის დასაწყისისათვის კაკში გიშ ქურმუხის მთავარეპისკოპოსი იჯდა. იგი საეპისკოპოსო ტაძარი იყო. მე-17 საუკუნიდან ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი თანდათან დაინგრა. მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო მისი აღდგენა, რომელიც 1894 წელს დასრულდა. ქურმუხის ტაძრის ირგვლივ ტყით დაფარულ ტერასებზე ძველი სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებმა დღემდე მოაღწია. ეკლესია წარმოადგენს საქართველოსთვის ტიპიურ, ჩაწერილი ჯვრის ტიპის ძეგლს, რომელიც ქართული აგურითაა ნაშენი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ქურმუხის ტაძარს რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. წელიწადში ერთხელ, აღდგომა დღეს, მარიამ ღვთისმშობელი აღებს ქურმუხის ქვეშ არსებული გამოქვაბულის კარებს, გამოდის გარეთ და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხლის. ამავე დროს გამოფრინდება შიგნიდან ოქროს მამალი და ყივილს იწყებს. მას ბანს აძლევენ მახლობელი სოფლის მამლები. ერთხელ, როცა დედა მარიამი ჩვეულებისამებრ გამოვიდა და თმის ვარცხნა დაიწყო, ერთი თათარი მიეპარა და დაჭერა მოუნდომა, მაგრამ მაშინვე გაუშეშდა ხელი. ხოლო ღვთისმშობელი სასწრაფოდ შებრუნდა გამოქვაბულში და კარები დაიხშო. თათარმა განკურნება სთხოვა ღვთისმშობელსა და წმინდა გიორგის და განკურნების შემდეგ ქრისტიანობა მიიღო. მეორე ლეგენდა ქურმუხის ქვედა ფერდობზე მდგარ დიდ ლოდებს შეეხება. ლეგენდა გვამცნობს, რომ ერთ ურწმუნო ვაჭარს თავისი ქარავნით აქეთ გამოუვლია. ეკლესია გაუქურდავს და აქლემები ტაძრის განძით დაუტვირთავს. წმინდა გიორგიმ გააქვავა მისი ქარავანი. ქურმუხობა წელიწადში ორჯერ იმართება. დილით, სანამ მრევლი ქურმუხის ტაძრისაკენ მიემავალ გზას დაადგება, მანამ სოფლის ცენტრში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიას მიეახლება. ეს არის სოფლის მოქმედი ეკლესია, რომელიც მე-19 საუკუნის ძეგლს წარმოადგენს. წირვა ლოცვის შემდეგ მრევლი ეკლესიის მსახურებთან ერთად ბალუდარას მთისაკენ მიემართება. განუზომელია ამ საყდრის მიმართ საინგილოს ქართველთა რწმენა და პატივისცემა. შეიძლება ინგილომ სხვაგან სადმე ტყუილად დაიფიცოს, მაგრამ ქურმუხზე და ქურმუხის ტაძარს ტყუილად არ დაიფიცებს. წერდა გაზეთი ვერიაში მოსე ჯანაშვილი 1888 წელს. ასეა დღესაც. ეს გზა დღეს ათასობით მლოცველს მაიარა. ქურმუხობა ერთადერთი დიდი დღესასწაულია საინგილოს ქართველებისთვის. მთელი 9 წლის განმავლობაში ემზადებიან ამ დღისთვის. ეს ხომ მხოლოდ საეკლესიო დღესასწაული არ არის. აქ დიდი ხნის უნახავ ნაცნობ მეგობრებს ხვდებიან. ახალ ნაცნობებს იძენენ, ქეიფობენ, ერთობიან, ხიარულობენ. ამ დღეს ტაძართან თავს იყრის საინგილოს თითქმის მთელი ქართველი მოსახლეობა. მოდიან აზერბაიჯანელები. ამ უკანასკნელთაგან ზოგს იმდენად სწამს წმინდა გიორგის ძალა, რომ საკლავიც კი მოყავთ ხოლმე. ქურმუხობაზე ქართველი ქართველს გამარჯვების ნაცვლად შემდეგი სიტყვებით მიმართავს. დაგიმადლას, პასუხად ისმის, შეგეწილოს. ტაძარში მისულნი, ლეგენდებში მოხსენებულ უზარმაზარ ლოდზე სანთლებს ანთებენ. იქნებ ტაძარში ხალხის სიმრავლის გამო ვერ მოახერხონ შესვლა. ამიტომ წინასწარ იზღვევენ თავს და სანთლების ალისაგან 2 მეტრის სიმაღლეზე გახურებულ ქვის ლოდს ანთებულ სანთელს ამაგრებენ. მრავალი რამ გამოყვა ქართველებს წარმართობის დროიდან. ხის კულტიც იმ დროიდანაა შემორჩენილი. საქართველოს მრავალ კუთხეში შეხვდებით ეგრეთ წოდებულ ნატყვის ხის. გამონაკლისი არც საინგილო. ზოგი ისე შედის ტაძარში, ვერც კი ამჩნევს ამ ხეს.
ზოგი კი საგულდაგულოდ ჩაუთქვამს სურვილს. დილის 10 საათიდან დღის 4 საათამდე ტევა არ არის ტაძარში. დასავლეთის კარიდან შემოდიან მლოცველები. თუ ხალხის ტალღამ პირდაპირ ჩრდილოეთის კარიდან არ გაგიყვანა და შანდლებთან მისვლა და სანთლის ანთება მოახერხეთ, ხომ კარგი. თუ არა და ამ პირდაპირ კედელზე უნდა მიამაგროთ ანთებული სანთლი, ან გარეთ, ქვის ლოდზე. ტაძარში წირვალოცვის დასრულების შემდეგ იწყება ნათლობა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საინგილოში ისევე როგორც საქართველოში მასობრივი ნათლობა დაიწყო. მრავალი მოინათლა ბავშვებთან ერთად საყდრის მთისძირას, პატარა ხევისწყალში. მამისა, დაძისა, დაწმინდისა სულისა, აცდამარადის დაუკუნითი უკუნისამდე უფლისა მიმართვილოცოთ. მოეჭერი კახა. ავიცი, კავა, დეგეპატიშევით ჩვენს უფრაზე. აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ ერთად, აუცილებლად. პირდი, ჩავს. დადაშა, ახალითას ვია. მოეჭერი კახა. დაგიმატლა, დაგიმატლა. კათაბა მეცე ვეღმაწილო მონაწილო. Toleraria dana ხوار ისპანურა დაიღება. არა, Toleraria dana ხوار ისპანურა დაიღება. ხეთაჩეროში ჯგუფ-ჯგუფად თავმოყრილი მლოცველების სატრაპეზო თემზადები. ქვაბში ცხვრის ხორცი ან ქათა მიიხარჯება. ულუბაშსა და აზნაურის მთებში ნადირის კვალს ხშირად ადევნებული მუხლ-მაგარი ჰერელი ბიჭები ქართულ ჭიდაობაში ცდიან ბედს. საჭიდაო მუსიკით სისხლად უღებული როსტიაშვილები, ტარტარაშვილები, პაპიაშვილები, ლუყაშვილები, ქიტიაშვილები, ყულოშვილები, თამაზაშვილები, ბაჩალიაშვილები, კაციაშვილები, სურაბაშვილები, ბარიხაშვილები, შიოშვილები, ეპიტაშვილები ერკინებიან ერთმანეთს. მათ ტრადიციული პრიზები ელოდებიან. თითოეულ წონით კატეგორიაში გამარჯვებულს მამალი. აბსოლუტურ ჩემპიონს კი მამალი ცხვარი, ჭედილი. ჩემპიონები პრიზით ხელდამშვენებულნი აუყვებიან ხურმუხის ტაძრისაკენ მიმავალ გზას. ხურმუხის მიდამოებში კი ქეიფი და დროს ტარება პიკს აღწევს. უკრავს ტვირი, მედოლე დოლს უბრახუნებს. ზოგნი უკვე მისხდომიან სუფრას და ახლა ნაცნობ მეგობართ იწვევს. ზოგი სახლისაკენ მიიჩქარს. იქ მას გიორგობისთვის დაყენებული ზედა შეელოდება. იქ უნდა გაუმართოს სუფრა პირველ მოწამეს, გიორგის, მეგობრებთან და ჩამოსულ ნათესავებთან ერთად. დავლოცავ, დღევანდელი დღეს გავუმარჯოს. დღევანდელი დღე არის ქრისტიანული სასწაული. ყველას მიულოცოთ.
რაიმად ჩვენ წინა საოცრების მადლი ყველა შეეწიოს. იმათ მადლი გვფარავდეს. Я это тоже понимаю за ваш сегодняшний день. Я знаю, что у вас сегодня пасхальный день. Это церковь, этот день поздравляю. Святой Георгий. И, да, Святой Георгий, первый день. И желаю, что каждый Божий сегодняшний день, я имею в виду сегодняшний день, чтобы провели в таком духе, в таком гостеприимном торжестве. И я это дождь поднимаю между грузинским и азербайджанским народом. За их дружбу. Спасибо, дорогой. Спасибо, дорогой. ჩონე მერაბის ველოდეოდით დაუგიანდით ვეღარ მერაბი თორნიკე დადგეოდაში მამა ეკლესიებს შორის უპირველესად ჩვენმა კუთხის ხალხმა აღიარა ეს ეკლესია დიდი საყდარი უწოდა და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით როცა ჩვენს კუთხეში ქართველი კაცი რაღაცა სიტყვის და უნდა დაამტკიცოს ეს ვიცით ამბავს დიდ საყდარს გეფიცე ამასია ერის შეკურა იქ იწყება სადაც ადამიანები მისწრაფიან წვენისაგან მე ვისურვებდი რომ აი ეს დღესასწაული ყოველწლიურად ორჯერ უფრო და უფრო მეტი შვილები საქართველოში აქ აღნიშნულები აიდა ამ საუკუნეშიც მრავალჯერ შეხვდებიან ღვთის სიყვარულით გულანთებული ჰერელი გოგობიჭები ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს დაგიმადლას შეგეწიოს Never